წინა ვიდეოში უკვე მოვინახულეთ ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთ ქალაქი არქტიკის დედაქალაქი ტრომსო. იქ საკუთარი თვალით ვნახეთ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი მოვლენა ჩრდილოეთის ციალი. მაგრამ მოგზაურობა აქ არ მთავრდება. წინ კიდევ ბევრი საოცარი ადგილი გველოდება. მათ შორის სტოკჰოლმი და ოსლო. ამ ვიდეოში კი გადავწყვიტე ცოტა სხვანაირი ექსპერიმენტი გავაკეთო. ტურისა და გიდების გარეშე სრულიად მარტო გავიდე ქალაქგარეთ, მოვშორდე სინათლეებს და ვცადო თავად დავიჭირო ჩრდილოეთის ციალი ჩემს ობიექტივში. გამოვა თუ არა ამას ერთად ვნახავთ. ასე რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი ისევ და ისევ ნორვეგიიდან ვაგრძელებთ ჩვენს ნორვეგიულ შვედურ მოგზაურობას. ვინც წინა ვიდეოს უყურეთ, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის, იმედია მოგეწონათ. ამ ვიდეოში ძალიან ბევრ საინტერესო ადგილს გვპირდებით, ძალიან ბევრ ლამაზ სანახაობას, ასე რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და რა თქმა უნდა, ველოდებით თქვენს კომენტარებს. ჩემს უკან არის ქალაქი ტრომსოს ავტობუსების გაჩერება, საიდანაც უნდა დავიძრა ქალაქი კირუნასკენ, რომელიც მდებარეობს შვედეთში, შვედეთის ერთ-ერთი პატარა ლამაზი გამორჩეული ქალაქია და მინდა რომ ერთი ან ორი ღამით ამ ქალაქშიც დავსჯერ, რადგან იქაც ძალიან კარგად შეიძლება გადაღება ჩრდილოეთის ციალის. მაგრამ ამ ქალაქამდე რომ ჩავიდე, პირდაპირ ავტობუსი არ მიდის, გადაჯდომა მიწევს ნორვეგიის ერთ პატარა ქალაქში, რომელსაც ქვია ნარვიკი და იქამდეც დაახლოებით 3 საათის გზა არის ავტობუსით, მიუხედავად იმისა, რომ მანძილი დიდი არ არის, ძალიან რთული რელიეფის გამო დიდი დრო მიაქვს გზას. ასე რომ არ ვიცი რამდენად მოვასწრებ დღეს შვედეთში ჩასვლას. სავარაუდოდ დღეს ნარვიკში მომიწევს დარჩენა ისევ ნორვეგიაში და ხვალ უკვე გავაგრძელებ გზას. მოკლედ აი ესე გამოიყურება დღევანდელი ჩემი გეგმები. აქედან 4 საათზე გადის ავტობუსი. ჯერ არის პირველი საათი, ამიტომ ეხლა სადმე შევალ დავჯდები, ყავას დავლევ და შევეცდები დრო გავიყვანო. გარეთ ვერ ვისეირნებ, იმიტომ რომ ძალიან ცივა და თან წვიმს. ამ ჩემოდანის თრევას ვერ მივეჩვიე ჯერ, მოკლედ არ არის რა ჩემოდნით მოგზაურობა, ჩემი საქმე რა. ამას მირჩევნია ისევ ჩემი ზურგჩანთა მოვიკიდო, ჩავყარო ყველაფერი და გემრიელად ვიმოგზაურო. დავიძარი ნელ-ნელა ავტობუსისკენ და აქვე შეგახსენებთ, რომ თუ თქვენც გინდათ მსგავს საინტერესო მოგზაურობებში წასვლა, Skyway დაგეხმარებათ ამ ყველაფრის დაგეგმვაში და მეცაც გეტყვით მეგობრებო, ვისაც ჩემი ვიდეოებიდან კონკრეტული მოგზაურობები მოგეწონებათ ხოლმე და გექნებათ სურვილი, რომ თქვენც მსგავსი გზა გაიაროთ, Skyway-ას მიწერეთ სოციალურ ქსელებში, Instagram-ზე და Facebook-ზე და პირადად მე ვიქნები ჩართული თქვენთვის მსგავსი ტურის დაგეგმვაში, პირადად მე მექნება თქვენთან კონტაქტი და მოკლედ გაგიზიარებთ მაქსიმალურად ყველა ჩემს ცოდნას. დავჯექი, ესეც ჩემი ავტობუსი, რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არის მოწესრიგებული, სხვანაირად არც წარმომედგინა, მაგრამ ბილეთში გადავიხადე $50. ამიტომ როცა დიდ მანძილზე მიდიხარ, ხშირად ამბობენ, რომ შიდა ფრენა ბევრად უფრო იაფია და პრინციპში ასეც გამოდის, იმიტომ რომ მე ეხლა იმდენი ტრანსპორტი უნდა გამოვიცვალო, რომ ოსლომდე ჩავიდე, თან ჯერ სტოკჰოლმში უნდა გავიარო. მოკლედ ბევრად უფრო ძვირი დამიჯდება ვიდრე ფრენა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა და ამიტომაც მიიღირს, რომ უფრო მეტი გადავიხადო. წავედით, მოკლედ წინ 4 საათიანი მგზავრობა გველოდება და პირდაპირ ქალაქი ნარვიკიდან დაგიბრუნდებით. ესეც ჩვენი პირველი გაჩერება, სულ რაღაც 5 წუთით გააჩერა, უცებ დავისვენებთ და გავაგრძელებთ გზას. ჯერ ნახევარი გზაც არ გამოგვივლია, ძალიან რთული რელიეფი არის და მოკლედ გადაადგილება არის ძალიან ძნელი. ჩამოვედი მეგობრებო, ესეც ქალაქი ნარვიკი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხამე დასარჩენი არ მაქვს. სასტუმროების არჩევანი ბუკინგზე თითქმის საერთოდ არ არის, სულ რამოდენიმე სასტუმროს მიჩვენებს და ფასები იწყება დაახლოებით $200-დან, რაც ჩემი აზრით საკმაოდ ძვირია, თან ერთი ღამით ვაპირებ აქ დარჩენას. ეხლა ნახეთ რა გაჩვენოთ, ძირს არის დაგებული ესეთი სპეციალური რაღაცეები არის და ამაზე სიარულისას გამოიყოფა ენერგია, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება და სავარაუდოდ აი ამ ბოძების განათებაზე მიდის ეს ენერგია.
ცოტა მაგრა ურტყათ რომ ბევრი გამოვიმუშაოთ. გამოსავალი ვნახე მოკლედ ჰოსტელი ვიპოვე. დაახლოებით $50 ღირს ერთი ღამე, რადგან ნორვეგია არის, ვფიქრობ, რავი, მოწესრიგებული ჰოსტელი იქნება და თან იმედია გამიმართლებს და ბევრი ხალხიც არ იქნება. 8 კაციანი ოთახია და იმედია შევსებული არ იქნება. ნახეთ რა ლამაზი ქალაქია, როგორ არის განათებული. აქაც პატარა შენობები არის, პატარა სახლებია. არც ერთი დიდი მაღალი შენობა არ დგას. ესეთი ლამაზი ქალაქია. სასრიალო ტრასები არის ამ ქალაქშიც, აი მთაზეც ყველგან ტრასებია გაკეთებული. სანაპიროს მეორე მხარესაც ჩანს მე მგონი, იქითაც ტრასებია ყველგან. მოვედი მეგობრებო, აი აქ უნდა იყოს ჩემი ჰოსტელი, მაგრამ რავი, ეკლესია არის და არ ვიცი რა ხდება. მე მგონი უსახლკაროების თავშესაფარი დავჯავშნე ერთი ღამით. მაგიტო იყო ესეთი იაფი, მე მგონი უბრალოდ უსახლკაროების თავშესაფარია რა. დიდი ამბავი ეხა ერთი ღამე დავრჩებინეც. აი ასე გამოიყურება დღევანდელი ჩემი საწოლი. აი ეს არის. ესე გამოიყურება თვითონ ოთახი. მოკლედ არაფერში არ გამიმართლა. ოთახიც სავსე არის 8 ადამიანზე ეწერა, მაგრამ 12 ადამიანზე არის გათვლილი ეს ოთახი და თლიანად სავსე არის რა. არც თვითონ ჰოსტელი გამოიყურება ისე კარგად, როგორც წარმომედგინა. ბალიშები საკმაოდ ბინძურია და მოკლედ რა. არ გამიმართლა, მაგრამ არაუშავს ეხა აღარ დავიგრუზავ თავს და ამ ერთ ღამეს როგორმე გავუძლებ გადავიტანდა. ხვალიდან დაუბრუნდები ისევ ნორმალურ მოგზაურობას. დავბინავდი მოკლედ და გამოვედი გარეთ, იმიტომ რომ იქ გაჩერება შეუძლებელია, მართლა აი უსახლკაროების თავშესაფარია. შიგნით ისეთი ამბავი ხდება, აი ვერ აგიხსნით რა და თან როგორი ხალხი არის რომ ნახოთ ლოთების თავშესაფარი რა. მართლა ამ ეკლესიას აქეთა მხრიდანაც აქვს შესასვლელი, გამოვთქილეს რომ თუ გვიან მოხვალ იქიდან უნდა შემოხვიდეო. აი მეორე შესასვლელი აქედან არის. აი აქედან შედიხარ და მე აი ამ ეკლესიის ქვემოთ არის ოთახები, სადაც მაქვს ნაქირავები ჩემი ოთახიც. არ ვიცი ესეთი რამე რომელიმე ქვეყანაში თუ გაგიგიათ ან თქვენ მაინც მოგსვლიათ მსგავსი შემთხვევა, უბრალოდ მითხარით კომენტარებში მაინც დამიწერეთ, იმიტომ რომ არ ვიცი, აი ესეთი რაღაცები მგონია რომ მარტო მე მემართება და მარტო ჩემ მოგზაურობებში ხდება ხოლმე. საღამოს 9 საათი არის უკვე და მინდოდა ქალაქში გასვლა, გასეირნება რომ ქალაქს ავათვალიერებ თქო, მაგრამ საკმაოდ შორს არის ქალაქის ცენტრიდან ეს ადგილი. ფეხით უნდა გავიარო დაახლოებით 1 კილომეტრი და სიმართლე გითხრათ ცოტა მეზარება უკვე, იმიტომ რომ რაღაც სტიმულიც არ მაქვს ახლა კიდე ფეხით სეირნობის რა. რატომღაც მეგონა რომ უკეთესი ჰოსტელი იქნებოდა და არ გამიმართლა მოკლედ. ქალაქი სუფთაა, მოწესრიგებულია, მაგრამ ყველგან ხრეში ყრია ძირს, როგორც ჩანს. თოვლის გამო ყრია მთელი ზამთრის განმავლობაში. მთელი ქალაქი არის ბაკურიანივით მოხრეშილი. მოკლედ მეგობრებო, აღარ გავაგრძელე ქალაქის დათვალიერება, მოვბრუნდი უკან, რადგან ხვალდილით ადრე უნდა ავდგე. დილის 8 საათზე გადის ჩემი მატარებელი შვედეთისკენ და უნდა გამოვიძინო, ამიტომ მირჩევნი ახლა დავბრუნდე, მოვწესრიგდე, დავისვენო, შევეცადო, გამოვიძინო ამ ჰოსტელში. რამდენად გამომივა არ ვიცი, მაგრამ ვეცდები ყველანაირად. ესე გამოიყურება შიგნიდან ჩემი ჰოსტელი. დილამშვიდობის მეგობრებო, გავიღვიძე, როგორ მეძინა ეკლესიაში გაკეთებულ ჰოსტელში. ამას ცოტა ხანში გეტყვით, მაგრამ თურმე საუზმედ შედის ამ ფასში და ნახოთ ახლა საუზმეზე რა იქნება. აი ესე გამოიყურება ჩვენი საუზმე, კარაქი, პური, აქეთ შემწვარი სოსისი. აქეთ კიდე რაღაცეები არის, რა არის არ ვიცი. აი ესე გამოიყურება ჩემი საუზმე, სხვა ვერაფერი ვერ ავარჩიე და მოკლედ ყავას დავლევ და წავალ მე ისევ გავოგდგები გზას. დავიძარი მატარებლისკენ, აქედან დაახლოებით 1 კილომეტრში არის
გაჩერება, ასე რომ ფეხით გავისეირნებ, თან ამინდიც შედარებით გამოკეთ და აღარ წვიმს და ფეხით გავისეირნოთ. Google Maps-ზე მიჩვენებდა, რომ 11:15 აკლია მაგ დროს გადის მატარებელი, მაგრამ ეხლა რატომღაც მიჩვენებს 10 საათს. დარწმუნებული ვარ, არავის ჰოსტელში შესვლისას და გამოსვლისას პირჯვარი არ გადაგიწერიათ. აი მე კიდე ეგეთი ცხოვრება დამიდგა, რომ ისეთ ჰოსტელებში ვრჩები, რომ ლამისა ლოცვა დავიწყო, რომ შევდივარ. ქუჩები რაც არიელია, ნახეთ, კაც შვილი არ დადის გარეთ. არა და არც ისე ადრე აღარ არის, უკვე 10 საათი დაიწყო. ეთი სიწყნარი არის გარეთ. როგორც უკვე გითხარით, ამ მატარებლით მგზავრობა გადავწყვიტე, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გზა არის მთელ ევროპაში, იმიტომ რომ პირდაპირ ალპებში გადადის ეს მატარებელი და მოკლედ ძალიან ლამაზი სანახაობაა, ესე ამბობენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მეც ამ მატარებლით მგზავრობა. მოვედი და მე მგონი კაი დროს მივდივარ ნორვეგიიდან, იმიტომ რომ ისეთი საშინელი ამინდია, წვიმს, თოვს, ქარია, რავი, მოკლედ ყველაფერი ერთდროულად დაიწყო. იმედია შვედეთში უკეთესი ამინდი დაგხვდება. ესეც ჩვენი მატარებელი. აი, ასე გამოიყურება შიგნიდან, რაღაც ძველებურ სტილში არის მოწყობილი. რაც მთავარია, ლამაზი ხედები გველოდება წინ. აი ესე შეიძლება სხვა ვაგონებშიც გადმოხვიდეთ და ესეთი პატარა კაფესავით არის მოწყობილი. ესე ლამაზად არის მოწყობილი პატარა კაფე. ყავაც ვიყიდე. აი ესეთი კომფორტული მატარებელია. წინ გველოდება დაახლოებით 3 საათნახევრიანი მგზავრობა ქალაქ კირუნამდე. მატარებლიდან მთელი გზა ულამაზესი ალპური ხედები იშლებოდა, მაგრამ მიუხედავად ამ სილამაზისა, ლაგის მობილური ინტერნეტი რომ არა, გზავრობა მაინც საკმაოდ მოსაწყენი იქნებოდა. სწორედ ლაგის წყალობით მთელი გზა ინსტაგრამზე გიზიარებდით ამ საოცარ ხედებს და მეც დრო ძალიან სასიამოვნოდ გამყავდა. ასე რომ გადმოიწერეთ ლაგის მობილური აპლიკაცია და გაიმარტივეთ მოგზაურობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ესეც შვედეთი, მეგობრებო, ჩამოვედი. კიდე ერთი ქვეყანა შეემატა ჩემს სიას. სიმართლე გითხრათ, აქ უფრო ცივა, თან თოვლია საკმაოდ დიდი და ამ ჩემოდანს ძლივს მივათრევ ახლა. ავტობუსების გაჩერება არის აქედან დაახლოებით 600-700 მეტრი უწერია Google Maps-ზე და ძალიან ცივა. სასტუმრო უკვე ვნახე, დავჯავშნე და ავტობუსით წავალ ახლა. დაუბინავდები, მოკლედ ჩანთას დავდებ და მე ვაპირებ, რომ გარეთ გამოვიდე, ქალაქი დავოთვალიერო და დღეს საღამოს თუ მოვახერხე, მინდა რომ ქალაქ გარეთ გავიდე ციალის გადასაღებად. რადგან როგორც ვნახე ინტერნეტში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქალაქი ასევე ციალის სანახავად. ძალიან სიცივია. ნახეთ რა ლამაზი სახლები არის პატარა. რა ლამაზ ადგილას არის. ესეთი პატარა ქალაქია. ჯერჯერობით რაც ვნახე. ესეც ჩემი ავტობუსი, ცოტა კი გავიყინე, მაგრამ ცოტა დააგვიანა და რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ მეთქი მომიწევს ახლა ფეხით წასვლა თქვა მყინვაში და ამ დროს გამოჩნდა შველა. მოვედი და ვეძებ ახლა ჩემს სასტუმროს სად დავჯავშნე. არ ვიცი, მოკლედ ესეთი ადგილების პოვნას ცალკე ნიჭი უნდა, რანაირად ვახერხებ ხოლმე
ესეთ ადგილებში სასტუმროების მოძებნას არ ვიცი. მოვედი და აი აქ უნდა იყოს წესით ახლა ჩემი აპარტამენტი. ერთად გავერკვიოთ ახლა. 14:58. ესეც ჩემი ასავები 207 აპარტამენტი. მეორე სართულზე ვართ. ერთად ვნახოთ როგორი აპარტამენტი ვიქირავე დღეს. შვენიერი, ვერაფერს იტყვი ხაგინდა. ესეთი ერთი ოთახია. აქეთ პატარა სამზარეულოც გვაქვს, მაცივარიც კი მაქვს. ეგ არის. სააბაზანოც ვნახოთ. ყველაფერი არის. და ამ აპარტამენტში გადავიხადე ერთ ღამეში $100. ეს იყო ყველაზე იაფი ზოგადად რაც ვნახე ამ ქალაქში რა. სასტუმროების დიდი არჩევანი არ არის, დაახლოებით 5 ან 6 სასტუმრო იყო სულ ბუკინგზე და აქედან ერთ-ერთი იყო ეს და ეს ხედავ $100, დანარჩენი 300, 350 და ასე შემდეგ. მოკლედ, შვედეთშიც საკმაოდ სიძვირია. ეხლა ცოტას დავისვენებ და მე უკვე გავიდეთ და დავათვალიეროთ ქალაქი. გამოვედი ქალაქ კირუნას ქუჩებში. არც ისე დიდი ქალაქია და თან ცენტრთან საკმაოდ ახლოს ყოფილა როგორც ვნახე. უпростоრად ესეთი საინტერესო ისტორია არის, რომ ქალაქის ცენტრი ადრე მდებარეობდა სხვა ადგილას, მაგრამ ბოლო წლებში გადმოიტანეს აი აქეთ ეხლა სადაც მივდივარ და ამის მიზეზი არის ის რომ როგორც ვნახე კირუნა ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რკინის მომპოვებელი ქალაქი. ამ ქალაქში მოიპოვებენ ძალიან დიდი რაოდენობით რკინას და ამ მიწისქვეშა გვირაბების გამო ქალაქს ადრე თურმე პრობლემები შეექმნა და სადაც ადრე მდებარეობდა ქალაქის ცენტრი ის ტერიტორია თურმე დაიწია და მოკლედ სახიფათო გახდა იქ ცხოვრება. და ამიტომ ქალაქის ცენტრი უკვე გადმოიტანეს სხვა ადგილას, სადაც დღემდე მიდის მშენებლობა და ზოგადად როგორც დავაკვირდი ამ ქალაქს ძალიან ბევრი მშენებლობები არის და ეხლა ვითარდება მოკლედ ეს ქალაქი რა. ძალიან ბევრი ახალი შენობები შენდება და ასე შემდეგ. რა ლამაზი სახლებია ნახეთ. იდეალურად ჩდება ამ გარემოში ასეთი შენობები. აი ეს შორს რომ ხის ეკლესია მოჩანს, ეს არის კირუნას ერთ-ერთი მთავარი სანახაობა. სამწუხაროდ ახლოს მისვლა არ შეიძლება, დაკეტილია ტერიტორია, რადგან როგორც ქალაქის სხვა ნაწილი, აი ცენტრი რო გადმოაქვთ, ეგრე გადმოიტანეს ეს ეკლესიაც და მოკლედ ჯერჯერობით შესვლა აკრძალულია და მომავალში ვინც ჩამოხვალთ ქალაქ კირუნაში, თქვენ შეძლებთ ამ ადგილის მონახულებას. ყველაფერი გადაკეტილია, ვერ გავიგე სად უნდა წავიდე. ვერ მივედი ქალაქის ცენტრამდე. გადაკეტილი არის გზები და არ ვიცი როგორ უნდა მოვხვდე ქალაქის ცენტრში. ეხლა უკან ბრუნდები ისე. აი რომ მომკლა ამ ქალაქში არ ვიცხოვრებდი რა. არ ჯერ ხო სიცივე ისედაც მეზიზღება ვერ ვიტანდა. აი თან ესეთი უსიცოცხლო ქალაქები, აი საერთოდ არ ვიცი, არ მესმის რა. სავარაუდოდ იმისთვის არის რომ აქ ვინც არიან დასაქმებულები, იმათთვის აშენდა ალბათ ეს ქალაქი, მაგრამ არ ვიცი. მოკლედ საშინელი სიცივეა. აი ეს არის მთელი ქალაქი. სულ არის ასეთი შენობები რა, არაფერი განსაკუთრებული. საერთოდ არაფერი არ ხდება ქალაქში. ესეთი უსიცოცხლო ქალაქი, არ ვიცი, ალბათ ცხოვრებაში არ მინახავს არსად. მოვედი, ესეც ქალაქის ცენტრი. რა უნდა ვნახო განსაკუთრებული, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, იმედიც არ მაქვს, რომ რამე განსაკუთრებულს ვნახავ, მაგრამ რავი, რადგან ჩამოვედით ამ ქალაქში, ბარემ დავათვალიეროთ რა. მე ესე უყურე. კი სიამოვნებით წამოვწვევოდი ახლა სასტუმროში, სითბოში. მაგრამ საქმეა. აი ასე გამოიყურება ქალაქის ახალი ცენტრი. თავისი მაღაზიებით და ესეთი ლამაზი ქუჩებით. ამას კიდე არ აუშავს, რაღაც ლამაზი სანახაობა მაინც არის. აი ეს არის ცენტრალური ქუჩა. ერთი ესეთი ქუჩა არის. სადაც არის რესტორნები, კაფეები და სხვადასხვა რაღაცები. განსაკუთრებული აქაც არაფერი არ ხდება, გარდა იმისა, რომ საშინელი ქარია და ისეც ცივა, რომ მართლა გავიყინე უკვე. არ ვიცი, ვფიქრობ ახლა რა ვქნა. მაღაზიაში შევალ რაღაცებს ვიყიდი პროდუქტს და წავალ ნელ-ნელა სასტუმროსკენ.
თუ სხვა საინტერესო ვერაფერი ვერ ვნახე. მოკლედ გადაწყდა მეგობრებო, ეხლა ავტობუსს ველოდები, რომ ავტობუსით წავიდე, თორე ფეხით უკვე ვეღარ გავაგრძელებ გზას, ისეთი სიცივეა. აქვე არის ახლოს რაღაც დიდი მარკეტი, სავაჭრო ცენტრივით, სადაც პროდუქტი იყიდება და მოვიმარაგებ რაღაცებს დღეისთვის და ხვალდილისთვის და წავალ სასტუმროში, დაველოდები დაღამებას და შემდეგ უკვე შევეცდები, რომ ჩრდილოეთის სიალს მივაგნო სადმე ახლო-მახლოს ტერიტორიაზე. მოვედი მარტივად და კომფორტულად ავტობუსით, ცოტა გავთვი, საკმაოდ დიდი სავაჭრო ცენტრი ჩანს და ეხლა შევიდეთ და დავათვალიეროთ ფასები, შვედეთში რა ხდება. ფასები აქაც დაახლოებით იგივე არის, ანუ 10 შვედური კრონა არის დაახლოებით $1. ანუ $3.70 აი ეს ყურძენი. აი ესეთი ლობიო შეგიძლია იყიდოთ. $1.90 ერთი პაკეტი. ესეთ დიდ მაღაზიებში სხვათა შორის არც ისე რაღაც კატასტროფული ფასები არის. აქაურობასთან შედარებით დიდი არა უშავს. ესეთი პური მაგალითად $3 ღირს. ყავის ფასი თუ გაინტერესებთ, ესეთი ნესკაფე ღირს დაახლოებით $10. აი ეს პროტეინის შეიკები ჩვენთანაც არის და აქ ღირს $1.70. ნუ დაახლოებით $1.80. იგივე არის ეს პროტეინებიც. კარგად ვივაჭრე მეგობრებო და წავედი ახლა სასტუმროსკენ. კაი $26 გადავიხადე ამ ყველაფერში. რა ვიყიდე? სასტუმროში რომ მივალ, განახებთ ყველაფერს. ავტობუსმა გამასწრო და ახლა ფეხით მიწევს სიარული, მაგრამ საბედნიეროდ არც ისე შორს არის ჩემი სასტუმრო და მალე მივალ. ესეთი ლამაზი სახლებია, ნახეთ. ერთადერთი რაც მომეწონა ამ ქალაქში არის აი ეს სახლები. რავი, ულამაზესი გარემოა რა ამ ხრივ და მართლა ძალიან უხდება აქაურობას აი ესეთი პატარა სახლები რა. ჩემი აზრით ზაფხულშიც ძალიან ლამაზი იქნება აქაურობა, მაგრამ ზამთარში აი ეს თოვლი და ეს გარემო აქაურობას ძალიან უხდება. ნახეთ რა სილამაზეა. კამერა მინდა რომ სუჩართული იყოს ისეთი ლამაზი გარემო. და ეხლა წარმოიდგინეთ აქ ღამით რომ ჩრდილოეთის სიალის დაემატება, როგორი გარემო იქნება. დავბრუნდი და ეხლა განახებთ რა ვიყიდე $26. აი ესეთი რაღაც ფუნთუშები პატარა. ქათმის შაურმა. ყველი. ბულდაკი მაინც ყოველი შემთხვევისთვის იყოს. ეს რაღაც აქაური მრგვალი ლავაშები გავსინჯავ და ესეთი შვედური ძეხვი. ხო, კოკა-კოლა, 2 წყალი და ესეთი უგემრიელესი 3 ცალი მსხალი. ხო და ერთი ჰარიბოც მომივიდა. შვედეთისთვის ვფიქრობ, არც ისე ძვირია $26 ამ ყველაფერში. არ ვიცი, მაინც ინდივიდუალურია ეს ყველაფერი, ვის სადა აქვს შემოსავალი, რამდენი აქვს ლარში აქვს თუ დოლარში აქვს. მოკლედ, რავი, ჩემი აზრით, ეხლა შვედეთისთვის, რავი, ნორმალური ფასია რა, ამიტომ გირჩევთ, რომ ესეთ დიდ სუპერმარკეტებში შეიძინოთ ხოლმე პროდუქტი. გეგმებს რაც შეეხება, ეხლა სასტუმროში ვიქნები, ცოტა ხანი შევჭამ, დავისვენებ და რომ დაბნელდება, მე ვაპირებ ისევ გარეთ გასვლას, რომ ფეხით იქნებ სადმე ისეთ ადგილას მივიდე, სადაც ციალის ნახვას შევძლებ. დაღამდა მეგობრებო ამასობაში 9 საათი ხდება უკვე და გამოვედი გარეთ ჩრდილოეთის ციალის მოსაძებნად. ნახოთ აბა რამდენად გამომივა, არ ვიცი. თავარი არის ეხლა აი ქალაქის ამ დასახლებულ ადგილებს გავწდე რა და წესით არც ისე ბევრი სიარული მომიწევს, დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი ალბათ. ნახოთ აბა რამდენად გამოგვივა. ნელა უახლოვდები ქალაქის გასასვლელს. ესე გამოიყურება აქაურობა. იმედია ტყუილა არ მივდივარ ახლა. რა სიტყვით აბა როგორ მოგწოთ ჩემი გადაწყვეტილება? ჩემი მშობლების აზრი თუ გაინტერესებთ, ეხლა ამ ვიდეოს რო უყურებენ,
დიდი ალბათობით არ მოეწონებათ ჩემი ეს გადაწყვეტილება. მაგრამ ციალის ნახვა მინდა და რა ვქნათ. გამოვედი უკვე ცოტა გამოვცდი ქალაქს. აი უკან დავტოვე ქალაქი და აქეთ მოვდივარ. ეგერ ჩემთვის მივდივარ და კურდღელი ნახეთ წიროგარვის. აუ იმედია ჩანს. თეთრი კურდღელი იყო. აი ესენი არის კურდღლის ნაფეხურები, მეგობრებო, აი ესე გადმოირბინა წეგან კურდღელმა და იქით წავიდა. სამწუხაროდ არ ვიცი გამოჩნდა თუ არა კამერაზე. აი ეს რასაც ხედავთ კვალი კურდღლის არის. აი ესე სიგნალებში აღმოჩნდი უცებ მეგობრებო. აი ეგ დავბანაკდები ახლა სადმე ცოტა ხანი და დაველოდები ციალის დაწყებას. იმედია გამოჩნდება და იმედია ტყუილა არ ვიწვალი ამდენი. ვარსკვლავები გამოჩნდა უკვე, მაგრამ ჯერ არ არის კარგად დაღამებული და წესით 1 საათი მინიმუმ აქ მომიწევს ყოფნა. სამწუხაროდ არ ციალებს მეგობრებო. 1:40 წუთია უკვე აქვთ გავარ და სამწუხაროდ არ ციალებს. რა ვქნა? მე რაც შემეძლო გავაკეთე. ფეხით გამოვედი ამ ტყეში. ეს რო სხვა ქვეყანა იყოს ახლა, შვედეთის გარდა ნებისმიერი, ალბათ არ გავრისკავდი ესე მარტო აქ გამოსვლას, მაგრამ აქ რა ვიცი, მაქსიმუმ რაღაც კურდღელი მოვიდეს და გეთამაშოს ან რამე ეგეთი რა. ამიტომ რავი, მაგაზე არ ვფიქრობ არაფერზე, მაგრამ რავი, მინდა ძალიან რომ ჩრდილოეთის ციალი გადავიღო ესე მე თვითონ და რატო არ ციალებს? მითხარით. რა გავაკეთო? რაღაცა პატარა ნიშნები გვაქვს მეგობრებო. აი ცაზე თუ ხედავთ. რაღაც პატარა გამოჩნდა. აბა. მიდი მოუმატე, მიდი. სამწუხაროდ იმდენად სუსტად იყო, რომ მე მგონი არც გამოჩნდა კამერაზე. აი ძალიან გრთავად ჩანდა რა. კარგია, რაღაც პატარა ნიშანი რო იყო უკვე, რაღაც ცოტა სტიმული მომეცა, თორე უკვე წასვლას ვაპირებდი, იმიტომ რომ ძალიან გავიყინე. ისეთი სიცივეა და თან ქარი არის ძალიან და ეგ კიდე უფრო აძლიერებს ამ ყინვას. მოკლედ, დაველოდები კიდე ცოტა ხანი და ნახოთ. იმედია გამოიღებს შედეგს. რაღაც მომენტებში ძალიან გრთავად ჩანს ხოლმე და კამერით რო ვიღებ, მე მგონი კამერაში უკეთესად ჩანს რა. აი დღეს სასტუმროში რო დავბრუნდები, შევამოწმებ მაგას. ზოგადად ეგრე არის. ხანდახან თვალი ვერ აღიქვავს და კამერაში უკეთესად ჩანს ხოლმე. აი მეგობრებო, ესეც ციალი, მაგრამ როგორც ხედავთ, არც ისე კარგად ჩანს. და ეხა კამერაში ბევრად უკეთესად ჩანს, ვიდრე ჩემი თვალით. უბრალოდ აი რაღაც პატარა ღრუბელივით არის. მე რო უყურებ. და აი კამერაში უკვე ესე მწვანეთ ჩანს რა. აი ამიტომ უნდა გახვიდე უფრო შორს ქალაქის ნათებისგან და არც მთვარიან ღამეებში არ არის კარგი ჩრდილოეთის ციალი. მოკლედ თუ ეს KP ინდექსი ესე ქვია რა, ეს ზიდან ამოფრქვეული ელექტრომაგნიტური ტალღების ინდექსი თუ მაღალია, ყველა შემთხვევაში კარგად ჩანს რა. ანუ 5 თუ არის, 5 ითვლება რომ არის ყველაზე ძლიერი. და თუ არის 2 ან 3, ანუ აი ესეთ ქალაქში უნდა იყო რომ გამოჩნდეს რა. ძალიან ჩრდილოეთით უნდა იყო და მოკლედ ბევრი რამე უნდა უწყობდეს ხელს. აი მეგობრებო, გვეღირსა ჩვენი პირველი ციალი დავიჭირეთ. ნახეთ რა ლამაზია. აი ახლა ქალაქიდან რო ცოტა უფრო შორს ვიყოთ, ბევრად უფრო ლამაზად გამოჩნდებოდა დამიჯერეთ. აი ეს ქალაქის განათებები მაინც ყველაფერს აფუჭებს რა. ნახეთ რა ლამაზია, შეხედეთ. ჩრდილოეთის ციალი, იგივე ავრორა, ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და შთამბეჭდავი ბუნებრივი მოვლენაა დედამიწაზე. ეს ყველაფერი იწყება ძალიან შორს, მზეზე. მზე მუდმივად აგზავნის დამუხტულ ნაწილაკებს კოსმოსში. ამ ნაკადს მზის ქარი ეწოდება. როდესაც ეს ნაწილაკები დედამიწას უახლოვდება, ისინი ეჯახებიან ჩვენი პლანეტის გარშემო არსებულ დამცავ ველს, მაგნიტოსფეროს. მაგრამ ყველაფერი აქ არ მთავრდება. დედამიწის მაგნიტური ველი ამ ნაწილაკებს პოლუსებისკენ მიმართავს. სწორედ ამიტომ ჩრდილოეთის ციალი ყველაზე ხშირად
ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებში ჩნდება. როდესაც ეს ენერგიული ნაწილაკები ატმოსფეროში შედიან, ისინი ეჯახებიან ჰაერის მოლეკულებს, ძირითადად ჟანგბადსა და აზოტს. ამ შეჯახების დროს წარმოიქმნება ენერგია, რომელიც სინათლის სახით გამოიყოფა და სწორედ ეს სინათლე ქმნის ამ საოცარ ცეკვას ცაზე, რასაც ჩვენ აურორას უწოდებთ. მწვანე ფერი ყველაზე გავრცელებულია და ჟანგბადიდან მოდის. წითელი, იასამნისფერი და ლურჯი უკვე აზოტის ნამუშევარია. ყველა აურორა უნიკალურია. არც ერთი ციალი არ გავს მეორეს და სწორედ ამიტომ მისი ნახვა ყოველთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა. აუ, ძალამაზად გამოჩნდა. ნახეთ რა სილამაზეა, ნახეთ. არ მჯერა. დავიჭირეთ ციალი. აბა რა სიტყვით, მეგობრებო, დაგვიფარს და შრომა? აი ეს არის რა. არ უნდა დაყაროთ არასდროს ფარხმალი, ყოველთვის უნდა იბრძოლოთ ბოლომდე. თუ რამის გჯერათ, უნდა გააკეთოთ, უბრალოდ გადადგათ ნაბიჯი და აი ესეთ დაგიფასდებათ თქვენი შრომა რა. შუა ღამეს ვდგავარ სადღაც ტყეში მარტო, იმიტომ რომ აი ეს გადამეხო და არ ვიცოდი გამომივიდოდა თუ არ გამომივიდოდა და აი როგორც ხედავთ, ჩემი ჩაფიქრებული რაც მქონდა, მაინც გამომივიდა და ძალიან ბედნიერია. ნახეთ რა სილამაზეა, შეხედეთ. აუ, ძალიან ლამაზია, აი ვერ გიხსნით, უბრალოდ არ ვიცი როგორ აგიხსნათ, როგორ გადმოგცეთ. ესეც ასე მეგობრებო. ესეც ჩვენი აურორა, იგივე ჩრდილოეთის ციალი. მე საკუთარი თავით ვარ 100%-ით ყოფილი. ეხლა შემიძლია თავაწეული დავბრუნდე სასტუმროში და ამაყა შემიძლია ვთქვა, რომ მე თვითონ დავიჭირე ჩრდილოეთის ციალი. ყოველგვარი რაღაცა ტურების და რაღაცეების გარეშე. ფეხით გამოვბოდიალდი ამ ტყეში, აი აქ სადღაც უკუნეთ სიბნელეში და მე თვითონ გადავიღე ჩრდილოეთის ციალი. უბედნიერესი ვარ და ეხლა დავბრუნდები სასტუმროში, მშვიდად წყნარად და დავისვენებ, მოვემზადები ხვალინდელი დღისთვის. აქ შეიძლება დემენტორები შემხვდნენ ახლა. როგორც კი სინათლეზე გამოვედი, ციალიც აღარ ჩანს რა. აი როგორც კი თვალში სინათლე გხვდება, საერთოდ ვეღარ ხედავ რა. შეიძლება კამერამ მაინც დაინახოს, მაგრამ თვალით დანახვა უკვე ძალიან რთულია. ესე ნახეთ რა მხევა მთელი გზა ვტკბები ამ სილამაზით. აი ოდნავ ჩაბნელებული ადგილია და ნახეთ როგორ გამოჩნდა ისო. აი ამიტომ არის ეს ქალაქი გამორჩეული ამ ხრივ, ამიტომაც ამბობენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ციალის სანახავად. ქალაქის განათებების მიუხედავადაც კი ძალიან კარგად ჩანს და თან არც ძალიან შორს არ გიწევს წასვლა, რომ ამ ყველაფრით დატკბე და ნახო. თან ახლა სეზონის მიწურულია უკვე აი ფაქტიურად ბოლო დღეებში მოუსწარი ჩრდილოეთის ციალს. ვინც ცოტა უფრო ადრე ჩამოხვალთ, ბევრად უკეთესი სანახაობა გექნებათ აქ და ამ ყველაფრის დაგეგმვაში რა თქმა უნდა დაგეხმარებათ ტურისტული კომპანია Skyway. დაუბრუნდი ცივილიზაციაში. რა კარგია. აუ ვერ აგიხსნით რა ხდება. საშინელი სიცივეა და თან ქარი არის მაგარი. ახლა სხვა გზით წამოვედი, რომ ცოტა შენობებს მოვეფარო, თორე საშინელება ხდება.
გავიყინე. გაყინული არის ყველაფერი საერთოდ. აქ როგორ ცხოვრობს ხალხი მართლა. რავი, აი ეს თლიანი კორპუსი რომ აჩუქო მართლა არ მინდა ცხოვრება. ეს საშინელება არის და უმეტესი დრო წელიწადის ასეთი სიცივეა რა. ზაფხული ალბათ ძალიან ცოტა ხანი აქვს. ოეთი. დაუბრუნდი მეგობრებო, გაყინული და განადგურებული, მაგრამ რა ვიცი, ჩემი თავით 100%-ით კმაყოფილი რა. ბოლოს უკვე ისე ვიყავი, რომ ხელის ჩაქნევა მინდოდა, მეთქი არ გამომივათქო და ხო არ წავიდე, ხა ტყუილა ვიყინები მეთქი და აი ბოლომდე მეთქი არა ცოტას და ამ დროს გამოვანათა უცებ აურორამ და მოკლედ რა მე 100%-ით კმაყოფილი ვარ საკუთარი გადაწყვეტილებით და საკუთარი თავით და ამ ქალაქით, რაც ყველაზე მთავარია. მოკლედ, რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ეხლა შევვალთ ხელი დუში, მე რამე გემრიელ შევჭამ, სავარაუდოდ ამ ბულდაგს შევჭამ ცხარეს, რომ უფრო გამახუროს, გაყინული ვარ შიგნიდან და ხოლო რაც შეეხება ხვალინდელ გეგმებს, ხვალ ღამე მიდის ჩემი მატარებელი სტოკჰოლმისკენ, უпростоრად საღამოს 6 საათზე, 6 საათამდე აქ უნდა გავიყვანო დრო, სადმე გავისეირნოთ ამ ქალაქში თუ რამე არის გასასეირნებელი, არ ვიცი. და მოკლედ მთელი ღამე მომიწევს გზაში ყოფნა და ზეგდილით უკვე სტოკჰოლმში ვიქნები, სადაც დავრჩები ერთი ღამე. სტოკჰოლმსაც დავათვალიერებ და მოკლედ წინ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები გელოდებათ, ასე რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. დილა მშვიდობის მეგობრებო, კიდე ერთი მშვენიერი დღე შვედეთში და დავიძარი ჩემი სასტუმროდან გამოვედი. რას ვიზავ, როგორ ვიზავ, არ ვიცი ჯერჯერობით, იმიტომ რომ ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცი, დღეს საღამოს 7 საათზე გადის ერთი მატარებელი, პირდაპირ რომელიც ჩადის სტოკჰოლმში და მეორე გადის 2 საათზე, მაგრამ 3 გადაჯდომა დამჭირდება სტოკჰოლმამდე, ასე რომ არ ვიცი რას ვიზავ, ვფიქრობ 2 საათიანზე მივიდე, იმიტომ რომ რამე პრობლემა რო არ იყოს მე ამ ბილეთებზე ან რაღაც, ერთი მატარებლის იმედად რო არ დავრჩე რა. ხოდა ჯერ მივალ 2 საათიანს ვსვდი, თუ გამოვიდა წავყვები თუ არა და მე უკვე დაველოდები საღამოს რეისს. ჩემს გარდა არავინ არ დადის გარეთ ფეხით რა. ძალიან სიცივე არის და გიჟივით დავდივარ შუა გზაზე, ჩემოდნით მივათრევ ამ ჩემოდანს. სულჩანთა მაინც წამომეღო ცოტა უფრო ისე ნორმალური შესახედაობის ვიქნებოდი. შუა ავტობანზე მივდივარ ჩემოდნით ფეხით. მოვაღწიე როგორც იქნა ბურგერ კინგამდე გავიყინე გზაში. ეხა პატარა შესვენებას მოვაწყობ, აქ ყავას დავვლევ და მერე გავაგზავნებ გზას. შევეცდები რომ ავტობუსით მივიდე მატარებლების გაჩერებამდე, საიდანაც გადის 2 საათზე პირველი მატარებელი და დიდი იმედი მაქვს რომ მაგას გავყვები და ასე რომ წავალ ეხლა და რა იქნება გზადაგზა ყველაფერს გეტყვით. ესეც კირუნას სადგური მოვედი, ეხლა დაახლოებით 15 წუთში უნდა მოვიდეს წესით მატარებელი და მოკლედ იმედია ადგილები იქნება და აქედან უკან გაბრუნება არ მომიწევს ქალაქში, იმიტომ რომ რავი 1-3 ავტობუსი გამოვიცვალე, სანამ აქამდე მოვიდოდი. აი ესეთი პატარა სადგური არის, არც ბევრი ხალხი არ არის და იმედია ადგილიც იქნება. ვიდრე ჩემი მატარებელი მოვა, მე შეგახსენებთ მანამდე რომ ჩემი ინსტაგრამიც გამოიწეროთ, გადახვიდეთ, რადგან ინსტაგრამზე ძალიან ბევრ საინტერესო სტორიებს გიზიარებთ ხოლმე. ვისაც ინსტაგრამი არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩემი Facebook-ი გამოიწეროთ და იქ ადევნოთ თვალი მოგზაურობის პროცესში ძალიან ბევრ საინტერესო სტორიებს. დავჯექი ჯერჯერობით ბილეთი არ მაქვს, ველოდები როდის დაიძრება მატარებელი. მე ხო არ ჩამომაგდებენ და დავარია დაიძრას. ჩემი ტაქტიკა ჯერჯერობით მუშაობს. რო დაიძრა მატარებელი, მე მოვიდა კონტროლიორი და ბილეთი მეთქი არ მაქვს. აქვე ვიყიდი თქო და აქვე თურმე არ შეიძლებოდა ამ მატარებელში ყიდვა და რაღაცით უნდათ გადახდა, მოკლედ რაღაცა იწვალეს და არ მუშაობდა და გამოვიდა ისე რომ უფასოდ მივდივარ ქალაქ ბოდენამდე. ქალაქ ბოდენში უნდა გადავჭდე სხვა მატარებელზე, საიდანაც უკვე წავალ სტოკჰოლმისკენ. და სხვათა შორის მეორე მატარებლის ბილეთებს ინტერნეტში რო ვნახულობ, $160 ღირს ერთი და მეორე ღირს $230. ხო და ძალიან დიდი ცდუნება ეხლა რომ არ ვიყიდო და იმ მატარებელშიც ისე ავიდე რომ რაღაც იქნებ
იქაც ეგრე გაუძვრე რა, იმიტომ რომ ძალიან ძვირია, როგორ გადავიხადო ეხა $230 ერთ მგზავრობაში რა. ძალიან მეძვირება. მაგრამ რას ვიზავთ? სხვა გზა თუ არ იქნება, მომიწევს. ჩამოვედი მეგობრებო, ესეც პატარა ქალაქი ბოდენი და აქედან ახლა უნდა წავიდე სტოკჰოლმის მიმართულებით. ორი მატარებელი გადის დღეს, ერთი ახლა გადის დაახლოებით 1 საათში და მეორე ცოტა უფრო გვიან. აი ასე გამოიყურება ამ ქალაქის სადგური. ახეთ რა ლამაზი შენობაა. ხის შენობა არის მთლიანად. ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ აი ეს ოთახი გახდეს ჩემი დღევანდელი სახლი, რადგან დიდი შანსია, რომ მატარებელმა არ წამიყვანოს. და ესე ვარ ახლა მოწყობილი აქ და რა ვიცი. ეს სტუმარიც მომივიდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს მოკლედ, რომ წამიყვანენ და აქ არ დამტოვებენ მთელი ღამე რა. უნდა უთხოვო, აუხსნა, ვეხვეწო ახლა ბორტ გამცილებლებს თუ რა ქვია. ვისაც ეხება ეგ ყველაფერი რა. კიდე აი რომ ქეში მაქვს. და შემიძლია ქეშით შევთავაზო და იმედია ქეშზე მაინც არ იტყვიან უარს. დაღამდა მეგობრებო და მოკლედ ახლა გადაწყდება ჩემი ბედი. წავალ დღეს ღამე სტოკჰოლმში თუ მომიწევს აქ დარჩენა. აქ დარჩენა თუ მომიწევს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ რავი, მაშინ ხვალაც იგივე პრობლემა მექნება და ეს პრობლემა როგორ უნდა გადავწყვიტო, არ ვიცი. ასე რომ მოკლედ იმედია რაღაცას მოვახერხებ რა. ეს ჩემი მატარებელი. ეხლა თანამშრომელი იყო მოსული და ბილეთი მითხრა და მეთქი ესე და ესე სიტუაციაში ვარ, მეთქი და იქნებ დამეხმაროთ თქო და გადამამისამართა ეხლა ერთგან. იქ მიდიოდა ადგილზე შეძლებ ყიდვას ბარათითო და მოკლედ ეხლა ვცდი. არის თუ არა ეს ბილეთი? მაინც მოვახერხე. ყველაზე გადაობა ის არის, რომ საიტზე რომ ეყიდა ეს ბილეთი უნდა გადამეხადა $170 და ადგილზე ვიყიდე $100. ანუ $70 უფრო იაფად. ნუ $70 არ არის ცოტა, ასე რომ გაითვალისწინეთ. აი რამდენი საჭირო ინფორმაციის მოსმენა შეგიძლიათ, ვისაც ჩემი არხი გაქვთ გამოწერილი რა. ასე რომ გამოიწერეთ არხი, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ. მოკლედ წინ კაი დიდი გზა გველოდება დაახლოებით 15 საათიანი მგზავრობა მელოდება. დღეს ღამე არ ვიცი როგორ გამოვიძინებ, მაგრამ შევეცდები დავისვენო გზაში, იმიტომ რომ ხვალ სტოკჰოლმი უნდა დავათვალიერო. ბისტროში გავიდეთ, ჯერ სანამ დავიძინებ, ნახოთ რა იყიდება. აი ესეთი ბისტრო არის, შეგიძლია იყიდო რაღაც სენდვიჩები, რაღაცები იყიდება საჭმელი. შეგიძლია აქეთ არის დასაჯდომი, შეგიძლია აქეთ დაჯდე და ჭამო. აი ესე გამოიყურება ჩემი $10 ნავაჭრი. სენდვიჩი, ყავა და წყალი. ჩამოვაღწიე მეგობრებო 16 თუ 17 საათიანი მგზავრობის მერე როგორც იქნა სტოკჰოლმში ვარ. გეგმებს რაც შეეხება ჩემი სასტუმრო არც ისე შორს არის აქედან საკმაოდ ახლოს არის სულ 1 კილომეტრი ან კილომეტრი ნახევარი დაახლოებით და ვაპირებ რომ ფეხით გავისეირნო მიუხედავად იმისა რომ აი ესეთი მშვენიერი ამინდი დამხვდა სტოკჰოლმში წვიმს და საშინელი ამინდია, მაგრამ როდის იყო წვიმა გვაშინებდა ჩვენ მოგზაურობაში. სტოკჰოლმში ვინც გამყოფია, ყველა მითხრა რომ ძალიან ლამაზი ქალაქიაო და მართალიც აღმოჩნდა, იმიტომ რომ აი პირველივე ეფექტი როგორც კი გამოვედი სადგურიდან, აი საოცარი ქალაქია, ძალიან ლამაზი არქიტექტურაა, რასაც ვხედავ და დარწმუნებული ვარ რომ მთლიანი ქალაქი ასეთი ლამაზი იქნება. თავარი სანახაობა, სადაც წავალ არის ძველი ქალაქი, პატარა კუნძულივით არის, მოკლედ სადაც ძველი ქალაქის ტერიტორიაა და იქ განსაკუთრებით ლამაზია, რა თქმა უნდა და შევეცდები რომ დღეს მოვინახულო აუცილებლად. სტოკჰოლმი სკანდინავიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და უნიკალური დედაქალაქია, რომელიც 14 კუნძულზეა გაშენებული და წყლითა და ხიდებით ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
ქალაქის გული არის გამლასტანი, ძველი ქალაქი, სადაც ვიწრო ქვის ქუჩები და ფერადი სახლები ნამდვილ ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის. აქვე მდებარეობს ცენტრალური მოედანი სტორტორგეტი, რომელიც თავისი ისტორიული შენობებით და უნიკალური არქიტექტურით ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ადგილია მთელ სტოკჰოლმში. სტოკჰოლმი ცნობილია სისუფთავით, ბუნებასთან სიახლოვით და მშვიდი, მაგრამ ძალიან თანამედროვე ცხოვრების რიტმით. მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურ ქალაქებში ვიყავი და ყველაფერი იყო, მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ცივილიზაციაში დავბრუნდი რა. რაღაც სხვანაირი გარემოა მაინც. სადაც აქამდე ვიყავი, მაინც სხვანაირად ვიყავი განწყობილი რა, რომ სიცივე იყო, ყინვა, თოვდა. აქ ეგეთი სიცივე არ არის რა, უბრალოდ წვიმს, თორე ძალიან სიცივე არ არის. თუ თქვენც გინდათ, რომ 16 საათიანი მგზავრობის მერე წვიმაში ყინვაში კიდე 2 კილომეტრი ფეხით იაროთ და მაინც კარქასიაცე იყოთ და ენერგიულად იყოთ, ამ ყველაფერში დაგეხმარებათ ფანგილაინი. ფანგილაინის 100%-ით ნატურალური საკვები დანამატი სოკოები. ჩემგან ალბათ უკვე კარგად იცით ამ პროდუქტის შესახებ, მაგრამ ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ეს არის 100%-ით ნატურალური საკვები დანამატი, რომელიც არის განკუთვნილი სხვადასხვა მიზნებისთვის გააჩნია თქვენ რისთვის გინდათ. მაგალითად, ენერგიულობისთვის, მეხსიერების გასაუმჯობესებლად. ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია იქნება ადგილზე გაესაუბროთ კონსულტანტს და შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო პროდუქტი. ქალაქი, როგორც ხედავთ, ცარიელია, ყველაფერი დაკეტილია და ეს იმიტომ, რომ საღდგომო დასვენებები დაიწყო და ამ დროს გარეთ არავინ არ გამოდის თურმე, ყველა სახლში ზის ისვენებს. ესეც ჩემი სასტუმრო. მოვედი როგორც იქნა. სამწუხაროდ არ გამომივიდა, ადრე დაჩექინება 3 საათზე მაქვს ჩექინი და მე შევთავაზე მეთქი რომ გადავიხადო დამატებით არ გამოვა მეთქი და არ არისო ფიზიკურად ოთახიო რომ შეგიშვაო. ასე რომ გამოვედი გარეთ რა ვქნა ქალაქი დავათვალიეროთ მაშინ. ყუილა რო არ დავკარგოთ დრო. ქალაქის მთავარი სანახაობა რაც არის ძველი ქალაქის ტერიტორია წავალ მაშინ იქ, მაგრამ ამჯერად ავტობუსით წავალ, იმიტომ რომ იქამდე რო ეხა ფეხით წავიდე, ძალიან დავსოლდები არა და კარგი ამინდი რო იყოს სიამოვნებით გავისეირნებდი. მოვედი მეგობრებო, ესეც ძველი ქალაქი. სტოკჰოლმის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა და ერთად დავათვალიეროთ ეხლა ამ მშვენიერ ამინდში რა ხდება ძველ ქალაქში. ესეთი ვიწრო პატარა ქუჩები არის. ყველაფერი დაკეტილია, როგორც ხედავთ, არაფერი არ მუშაობს. ეს არის ამ ძველი ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა. აქ არის ყველაზე მეტი კაფეები, რესტორნები, მაგრამ როგორც ხედავთ, ყველაფერი დაკეტილია აქაც. ესეთი ლამაზი ქუჩებია. რაღაცით სტამბოლს მაგონებს, ცოტა არ იყოს. ახეთ რა ლამაზი. სასტუმროში ალბათ ისე დროს დავბრუნდები, რომ გარეთ აღარც გამოვალ, იმიტომ რომ სუსველი ვარ და სანამ არ გავშრები, გარეთ ვეღარ გამოვალ. ხვალდილით კი მივდივარ ისედაც ოსლოსკენ. ასეთ მოედანზე გამოვედი. ესე ლამაზად გამოიყურება ყველაფერი. გამლასტანი სტოკჰოლმის ისტორიული ცენტრია, რომელიც მე-13 საუკუნეში დაახლოებით 1250 წელს ჩამოყალიბდა და სწორედ აქედან დაიწყო ქალაქის განვითარება. ეს ტერიტორია მდებარეობს პატარა კუნძულზე და საუკუნეების განმავლობაში იყო შვედეთის პოლიტიკური და სავაჭრო ცენტრი. გამლასტანში მდებარეობს სტორტორგეტი, ქალაქის ყველაზე ძველი მოედანი. სწორედ აქ მოხდა 1520 წელს ცნობილი სტოკჰოლმის სისხლიანი ხოცვა, როდესაც დანიის მეფის ბრძანებით ათობით შვედი არისტოკრატის სიკვდილით დასაჯეს. რაც შეეხება ფერადსახლებს, ისინი ძირითადად მე-17-მე-18 საუკუნეებში შეიღება სხვადასხვა ფერად, რათა სავაჭრო ობიექტები და მფლობელები ერთმანეთისგან გამორჩეულიყო. დღეს ეს ფერები უკვე სტოკჰოლმის სიმბოლოდ იქცა და ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ხედია. ასეთი ლამაზი გარემოა. ამასობაში თოვა დაიწყო უკვე გადაიზარდა თოვაში. მოკლედ ესეთი ლამაზი გარემოა და დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში ბევრად უფრო ლამაზი იქნება და ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება აქ სეირნობა. ასე რომ გაითვალისწინეთ, თუ
ციალის სანახავად არ ჩამოდიხართ ამ ქვეყნებში, მაშინ ჯობია რომ ზაფხულში ჩამოხვიდეთ, ბევრად უფრო ისიამოვნებთ. და რა თქმა უნდა, თუ აქ ჩამოსვლას გადაწყვიტავთ და მოგზაურობა მოგინდებათ, ტურისტული კომპანია Skyway დაგეხმარებათ ამ ყველაფერში და რა თქმა უნდა, პირადად მე დაგეხმარებით მსგავსი ტურის დაგეგმვაში, ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ და მოკლედ ყველაფერში დაგეხმარებით. ამისთვის კი მთავარია Skyway-ს Facebook-ი და Instagram გვერდი გამოიწეროთ და დაელოდოთ ძალიან მაგარ შეთავაზებებს. ძალიან ლამაზი გარემოა, ალბათ არ მოგბეზდება აქ სეირნობა, მაგრამ სულცველი ვარ ახლა სადმე თუ არ შევაფარე თავი ცოტა ხანი, ესე გაგრძელებაც აღარ შეიძლება. აი ასე გამოიყურება მეფის ყოფილი სასახლე. აი ასეთი ლამაზი ადგილია. დღესდღეობით სამეფო ოჯახი აქ აღარ ცხოვრობს, სხვაგან არიან, მაგრამ ოფიციალური მიღებები იმართებაო ამ ყოფილ სასახლეში, როგორც ვნახე ინფორმაცია. ეხლა დავფიქრდი და რამდენჯერაც ზოგადად ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩამოვსულ ვარ სამოგზაუროდ, ყოველთვის იყო ან ზამთარი, ან სიცივი, ან ცუდი ამინდი რა. რატო არჩევ ეგეთ პერიოდებს არ ვიცი. ხო შეიძლება რომ ზაფხულშიც მოგინდეს ჩამოსვლა, ნორმალურ ამინდში სეირნობა, მაგრამ არა, რატომღაც აი სულ ესეთ ყინვაში და საშინელ ამინდებში მოგზაურობ ევროპაში. ნახეთ რა ლამაზი ხედები იშლება აქედან. დავიძარი ნელ-ნელა, თორე უკვე მართლა ძალიან სველი ვარ, ეს კურტკაც გაატარებს უკვე წალს, ისეთი სველი არის და ჯობია რომ გავეცალო ახლა აქაურობას. მაინც ფეხით გადავწყვიტე წასვლა, იმიტომ რომ მენანება ეს ერთი დღე მაქვს სტოკჰოლმში და როგორ დავჯდე ახლა სასტუმროში ან სადმე და ესე გავიყვანო დრო რა. ხო და მაგიტომ მინდა რომ მაინც მაქსიმალურად დავათვალიერო და თქვენც დაგათვალიერებინოთ. ნახეთ რა ლამაზი ქალაქია. გაშლილი არის რაღაც გიგანტური შენობები არ არის ერთმანეთზე დაშენებული რა. აი ყველგან ნახეთ როგორ ლამაზად არის მოწესრიგებული არქიტექტურა. წარმოიდგინეთ ახლა რა სიმახინჯა იქნებოდა აქ რომ რაღაც დიდი ცათამბჯენები რო ჩადგა რა. აი ეს არის ამ ქალაქის ხიბლი რა, რომ აი ყველა შენობა ერთნაირად ლამაზი არის მოწესრიგებული და არქიტექტურა რა, ახალი შენობა რომცა აშენებენ ასეთივე სტილში. ამიტომაც არის ასეთი ლამაზი ქალაქი. Burger King-ს შემოვაფარე თავი. არასდროს არ დავდივარ ხოლმე Burger King-ში. საქართველოში ალბათ რავი ორჯერ ვარ სულ ნამყოფი და სამოგზაუროთაც სულ ალბათ 1-2ჯერ შევედი გასასინჯად და დიდად არ მიყვარს რა. და მაგიტომაც არ ვარ ხშირი მომხმარებელი, მაგრამ შვედეთში ძალიან პოპულარულია, როგორც შევატყვე, იმიტომ რომ McDonald's-ში იმდენი ხალხი არ დადის, რამდენიც Burger King-ში. და თან ამის მიზეზი ისიც არის, რომ ბევრად უფრო იაფია Burger King-ი და დღეს ყავაც Burger King-ში დავლიე დილით. უბრალოდ გუშინ სანამ წამოვიდოდი. და თითქმის ნახევარი ფასი ღირდა, რაც McDonald's-ში. ეხლაც ანუ რაც შევუკვეთე, აი რომ მოიტანენ ყველაფერს განახებ და გადავიხადე $17 ამ ყველაფერში რაც ეხლა აქ შევუკვეთე. აი რომ მოიტანენ განახებთ რა მომივიდა $17. აი ეს მომივიდა $17. ორმაგი ჩიზბურგერი free, ეს არის რაღაც ძალიან დიდი ბეკონის ბურგერი და რა თქმა უნდა კოკა-კოლა. ამიტომ ვამბობ რომ ბევრად უფრო იაფია. ამდენი რამე რომ McDonald's-ში შემეკვეთა მინიმუმ $30 იქნებოდა რა. ასე რომ ნახოთ გემოზეც თუ გაამართლებს. ბეკონის ბურგერით დავიწყოთ, აბა დაგემოვნება. აუ იმდენი კეჩუპი და მაიონეზი აქვს, რომ აი გადმოდის ყველა მხრიდან მართლა. აი ესე გამოიყურება. გემრიელად გამოიყურება. ბეკონს ძალიან უცნაური გემო აქვს. ბეკონის გემო დიდად არ მომეწონა. კეჩუპი და მაიონეზი აქვს იმდენი, რომ აი მართლა აზრი არ აქვს სხვას არაფერს, ანუ აი შეგნით რაც არ უნდა ჩადო. დაკარგულია ყველაფერი, იმდენი კეჩუპი და მაიონეზი აქვს ამას შეხედე. მაგრამ ისეთი ცუდიც არ არის რა. 10-დან 6 დაუწერდი რა. 10-დან 6. ვაგრძელებ წვიმიანი სტოკჰოლმის დათვალიერებას, გამოვედი ახლა გარეთ და ახლა მოვინახულებ კიდევ ერთ ცენტრალურ ქუჩას, სადაც არის ბევრი მაღაზიები, კაფეები და მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ამ ქალაქში. დავათვალიეროთ ერთად რა ხდება. მოვედი და აი ასე გამოიყურება ეს ქუჩა. აქეთაც არის და უკანა მხარესაც გრძელდება იქით. ამ ქუჩის სახელს ვერ გავიმეორებ, ამიტომ აქ სადმე დაგიწერთ, რომ თქვენ ადვილად მოვაგნოთ.
საკმაოდ ბევრი ხალხი სეირნობს მიუხედავად წვიმისა. ნახეთ რამდენი ხალხი არის. სხვადასხვა ბრენდული მაღაზიები არის. და პატარ-პატარა კაფეები. აი მე ტურისტი ვარ და ერთი დღით ვარ ამ ქალაქში და არ მინდა ეს ერთი დღე დავკარგო და მაგიტო დავდივარ ამ წვიმაში და ვსეირნობ, მაგრამ ეს ადგილობრივები რამ გაამწარა. ხვალ რო გამოვიდნენ, რა მოხდება? ამ წვიმაში ეხა ესე რო არიარო. როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი ქუჩა არის. მე ნახევრიდან შემოვედი, ნახევარი კიდე უკან მოვიტოვე და აქეთ რამხელაზე გრძელდება, კიდე ნახეთ. რაღაცა ხდება. აქ რო არ მივიდე მე ხა ისე არ შეიძლება. Რაღაც რელიგიური ამბავია. Den som blev genomborrad bruk. Jag tyckte det var så härligt och starkt hur centurionen lyfte fram. Centurionen Henrik lyfte fram. ინგლისურად არ საუბრობდნენ, ამიტომ ვერ გავიგე რა შეა საქმე და წავედი გავაგრძელე გზა. მოკლედ ეს ქუჩა ძირითადად არის იმათვის, ვისაც უფრო შოპინგი უყვარს და რაღაცეების ყიდვა უნდა რა. კაფეები და რესტორნები და უფრო ლამაზი ადგილები არის აი იმ ძველ ქალაქში, სადაც უკვე ვიყავით. მაგრამ დღეს უბრალოდ ყველაფერი დაკეტილი იყო იქ. სხვა დროს დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო ლამაზი იქნება. ჩამოვედი მეტროში და ნახოთ ახლა მეტროში როგორ გავერკვევი, რამდენად მარტივი იქნება მეტროთი მგზავრობა. საკმაოდ ადვილად გავერკვიე საბოლოო ჯამში და მეტროც რა თქმა უნდა კარგად გამოიყურება. ეჭვიც არ მეპარებოდა. სულ 3 გაჩერება არის ჩემს სასტუმრომდე და წესით მალე მივალთ. დავბრუნდი სასტუმროში და ეხლა ერთად ვნახოთ ჩვენი ნომერი. ესეც ჩვენი ოთახი. ამ ოთახში გადავიხადე ერთ ღამეში $60 და საუზმედ შედის. აი ასე გამოიყურება ჩემი დღევანდელი ოთახი. აი ესეთი პატარა ოთახია, ერთი საწოლი დგას, სისუფთავი არის. აქეთ სააბაზანო, სუფთა და მოწესრიგებული. როგორც ჩანს, რადგან დედაქალაქია, არჩევანიც უფრო დიდი იყო და ფასებიც შედარებით დაბალია. მოკლედ ახლა დავისვენებ ცოტას მოწესრიგდები და იმედია ამასობაში წვიმაც გადაიღებს და მერე გავიდეთ ისევ გარეთ და დავათვალიეროთ ქალაქი. მოსაღამო და ამასობაში 5 საათი დაიწყო, წვიმამაც გადაიღო და რა თქმა უნდა გამოვედი გარეთ. ერთ წრეს კიდე დავარტყავ ქალაქს, ვნახოთ იქნებ რამე საინტერესო შევხვდეს. უბრალოდ ძალიან ლამაზი ქალაქი არის, ყველაფერი ძალიან მომწონს და აი სიამოვნებით ჩამოვიდოდი ზაფხულში ესეთ ქალაქში სასეირნოთ, რავი, დასასვენებლად. დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი ცოტა ხანი. ეხლა საოცარ ფაქტს შევესწარი, მოკლედ რო არ მომეყოლა თქვენთვის არ შემეძლო რა. ჩემ წინ მიდიოდნენ გოგო და ბიჭი და ტაქსი გააჩერეს. ამ ბიჭმა გამოაღო უკანა კარები, მე მეგონა რომ ამ გოგოს დაუთმობდა, ანუ რავი თვითონ დაждდებოდა და მე ეს გოგო, ნუ რავი ხა როგორც ხდება ხოლმე 99% შემთხვევაში. და მოკლედ ამ ბიჭმა ეს უკანა კარები გამოაღო, დაჯდა და მიიკეტა და ამ გოგომ წინა კარები გამოაღო და წინ ჯდებოდა ტაქსში რა. აი ყველაფერი მინახავს მართლა, ისიც მინახავს რომ ანუ მაგალითად გოგოსთან ერთად რო არის ბიჭი და ბიჭი რო წინ ჯდება და გოგოს უკან სვავს. ნუ აი ხო სიგიჟია, მაგრამ ხდება ხოლმე ეგეთებიც. აი ესეთი რამე მართლა პირველად ვნახე და მე თვითონ ტაქსისტმა უთხრა ამ გოგოს რომ უკან დაჯექიო შენცო რა. ხო და მოკლედ წინ არ დასვა და უკან დასვა ეს გოგოც. არ ვიცი, როგორ შევაფასო, აი მართლა არ ვიცი. ესეთი რამე მართლა პირველად ვნახე. ამაზე ნაკლებით არ უნდა იტაქსაო. ესეთი ტაქსები დადიან სტოკჰოლმში. ძალიან ლამაზად არის მოწყობილი ეს ქუჩა. სეირნობ ჩემთვის სტოკჰოლმის ქუჩებში და უცებ სრულიად მოულოდნელად გავიხედე გვერდზე და რას ვხედავ. აი ამ სილამაზეს ვხედავ უცებ. ჩვენი დროშა. როგორ მიყვარს ეს დროშა, ნეტა იცოდეთ რა. და როგორც აღმოჩნდა, საქართველოს საელჩო ყოფილა მეგობრებო და მოკლედ ძალიან მესიამოვნა რა, ძალიან გამეხარდა, უცებ აი ესე გამოვიხედე, მართლა არ ველოდებოდი საერთოდ და უცებ საქართველოს დროშა რო დავინახე, არ თავიდან ვიფიქრე რამე ქართული რესტორანია თქო, იმიტომ რომ სტოკჰოლმში არაერთი არის და როგორც აღმოჩნდა, საელჩო ყოფილა. ესეც ჩემი საყვარელი ლიდლი.
Lidl-ში აი ესენი არის ძალიან გემრიელი სხვათა შორის და საკმაოდ იაფირის. აქ შვედეთის ფასებია, მაგრამ გერმანიაში ბევრად უფრო იაფია. დავბრუნდი ჩემს ბუნაკში და აი რა შევიძინე $16. ქლიავის ჭირი, გარგრის ჭირი, ქეშიუ და ნახეთ რამდენი არის 200 გრამი ქეშიუ, წყალი 1 ბოთლი, კოკა-კოლა და 2 ცალი ესეთი ჰოთ-დოგი. აი ეს ყველაფერი შევიძინე $16. მე კი ვიძახი ძვირია თქო, მაგრამ მე ალბათ ვადარებ მაინც გერმანიას, იტალიას და რავი, რეალურად არ არის ძვირი და ეხა $16 ამ ყველაფერში ჩემი აზრით ძალიან კაი ფასი არის რა. ანუ საერთოდ არ არის ძვირი. ზოგადად Lidl გამოირჩევა დაბალი ფასებით. როგორც ჩანს, აქაც შედარებით დაბალი ფასები აქვს ვიდრე სხვა ქსელურ მაღაზიებს. ასე რომ გაითვალისწინეთ, შვედეთში შეგიძლიათ Lidl-ში ივაჭროთ ძალიან იაფად. გეგმებს რაც შეეხება უკვე იცით, ხვალ დილით ვაპირებ ოსლოში წასვლას მატარებლით, დილის 8 საათზე გადის მატარებელი და შევეცდები მოკლედ რომ ადგილზე ვიყიდო ბილეთი, სხვა რა გზა არის. სხვა გზა მაინც არ მაქვს. ასე რომ Instagram-ზე გამომყევით აუცილებლად და ხვალდილით დაგიბრუნდებით და ოსლოც დავათვალიეროთ, ასე რომ ამ ვიდეოს აუცილებლად ბოლომდე უყურეთ. დილა მშვიდობის მეგობრებო, დავიძარი ოსლოსკენ და როგორც ხედავთ, უმშვენიერესი ამინდით მაცილებს სტოკჰოლმი, თოვს, ყინავს, ვერაფერს იტყვი ნამდვილად. ჩემი მატარებელი, რითიც მივდივარ აქედან ოსლომდე, გადის დაახლოებით 11:30-ზე და იქ ვიქნები საღამოს 4 საათიან 5:30-ზე. ასე რომ მე მაქსიმალურად ვეცდები თუ ამინდიც ხელს შეგვიწყობს, რომ ოსლოც დავათვალიეროთ. სრულიად მარტო აღმოჩნდი ერთ-ერთ სადგურზე და ძალიან უცნაური შეგრძნებაა. მოვედი სადგურზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მატარებლები არ დადიან დღეს, ანუ Google Map-ი არასწორად აჩვენებდა და სადაც მივედი ბილეთის საყიდლად, მითხრეს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ავტობუსის წასვლა და მოკლედ სხვა გზა არ მაქვს და ავტობუსის ბილეთი ვიყიდე $110. ავტობუსების სადგური ცოტა მოშორებით არის და მომიწია გარეთ გამოსვლა. ესეთი მშვენიერი ამინდია. ნახეთ რა თოვა დაიწყო. არა და თბილისში ახლა კარგი მზიანი ამინდებია უკვე ხალხი მოკლემკლავიანი მაისურებით დადიან. აქ კიდე ნახეთ რა თოვა დაიწყო. დავჯექი ავტობუსში და ადგილი ვერ გავერკვიე სად არის ჩემი დასაჯდომი და რავი პირდაპირ აღარ წინ დავჯექი რა, ყველაზე პირველი ვზივარ ძღოლის გვერდზე. დაახლოებით 1 საათია მოვდივარ და ავტობუსი შეგვიცვალეს ახლა და ბევრად კომფორტული ავტობუსი არის. მე ისევ წინ ვზივარ, პირველი ადგილი შემხვდა ისევ და ახლა გავაგრძელებთ გზას. ჩამოვედი მეგობრებო, ესეც ოსლო. მოკლედ ამ დღეების განმავლობაში რამდენჯერ გადავკვეთე ნორვეგიის და შვედეთის საზღვარი აღარც კი მახსოვს. შვედეთიდან დავიწყე, ნორვეგიაში ვამთავრებ. მეგონა რომ უფრო გვიან ჩამოვიდოდი, მაგრამ ჯერჯერობით დღე არის, ასე რომ დრო გვაქვს ქალაქის დასათვალიერებლად. ავტობუსების გაჩერებაც ქალაქის ცენტრშივე არის, ასე რომ ბევრი სიარული არ მომიწევს. თან სასტუმროც აქვეა ვიღე, რომ მალე დავჩექინდეს. ჩემი ჩანთები მალე დავყარო და გამოვიდე ქალაქის დასათვალიერებლად. შვედეთიდან რომ შემოვდიოდი საზღვარზე, ნორვეგიაში ავტობუსი გააჩერეს, ყველა გაჩხრიკეს ჩანთები, მოკლედ ყველაფერი. ხო და მე მკითხეს, რომ სად მიდიხარო და ოსლო რატომღაც დამოუწყდა და ოსმო უთხარი. და ეგრევე მოდი აქ შენ სად მიდიხარო და ეგრევე ამოატრიალეს ჩემი ჩანთა ყველაფერი და არ ვიცი, აი ოსმო რატო გამახსენდა, არ ვიცი. ვერაფრით ვერ გავიხსენე ოსლოს სახელი რა. და ვიძახდი ოსმოს და იფიქრეს ალბათ ეს ვერ არის კარგათო და გამჩხრიკეს ეგრევე.
ერთი შეხედვით სტოკჰოლმს გავს, მაგრამ ცოტა უფრო ქაოსური ქალაქი მეჩვენება ეს რა. რაც უფრო მეტი ხალხი მოძრაობს ქუჩაში. სტოკჰოლმში ეგრე არის. მოსახლეობით რომელი უფრო დიდია არ ვიცი, მაგრამ მე ერთი შეხედვით ასე მომეჩვენა. აი ეს არის ქალაქის ცენტრი, ცენტრალური ნაწილი, საკმაოდ დიდი არის. აქვე არის ჩემი სასტუმროც, ეხლა მივალ და გაჩვენებთ. ესეც ჩემი სასტუმრო. City Box, ესე ქვია. არც ისე ბიუჯეტური ვარიანტია, $100 გადავიხადე ერთ ღამეში, მაგრამ ბოლო დღეა და აღარ მინდოდა რაღაც ეკონომიების კეთება, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ქალაქის ცენტრში, კარგ სასტუმროში დაუბინავებულიყავი. ჩვენ თვითონ უნდა გავიაროთ ჩეკინი. პასპორტი. ავასკანერეთ 647 ოთახი მხვდა წილად. ესეც ჩემი გასაღები. ამავიწყდა რომელი ნომერი იყო 647 მე მგონი, ხო? 647. სანამ ავალ არ უნდა დამოვიწყდეს. 647-ს ვეძებთ. ორბის ითივით არის. თუ დაიკარგე შეიძლება მთელი ცხოვრება გაატარო. 647. აი ეს არის ჩემი ნომერი მე მგონი. ესეც ჩემი $100 ნომერი. მოდი ერთად დავათვალიეროთ ახლა. აი ეს არის მთელი ოთახი. აქეთ ერთი ესეთი პატარა საწოლი დგას. აი გარე. ცა ბაზარნოც ვნახოთ. ყველაფერი არის. წავედით ახლა ეგრევე გავალ, გარეთ აღარც გავჩერდები, სასტუმროში პირდაპირ წავიდეთ და დავათვალიეროთ ქალაქი სანამ დაღამდება. ოსლო ნორვეგიის დედაქალაქია, რომელიც დაარსდა დაახლოებით 1040 წელს მეფე ჰარალდ მესამეს მიერ. 1624 წელს დიდი ხანძრის შემდეგ ქალაქი თავიდან ააშენა მეფე ქრისტიან მეოთხემ და მას ქრისტიანია უწოდა. ხოლო 1925 წელს ისტორიული სახელი ოსლო ოფიციალურად დაუბრუნდა. ქალაქი მდებარეობს ოსლო ფიორდის სანაპიროზე და დღეს ნორვეგიის ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცენტრია. ბოლო წლებში ოსლო სწრაფად განვითარდა და თანამედროვე არქიტექტურით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სკანდინავიურ ქალაქად იქცა. ოსლო საინტერესოა იმითაც, რომ ქალაქის თითქმის ნახევარი ტყეებით არის დაფარული. დღესასწაულების გამო აქაც ყველაფერი დაკეტილია, როგორც ხედავთ, არაფერი არ მუშაობს. ქალაქში სიწყნარია, სიმშვიდეა, ხალხიც არ დადის ქუჩებში. რასაც ვაკვირდები, მარტო ტურისტები დადიან გარეთ, რა ისიც ვინც უბრალოდ სეირნობს, მეტი არაფერი ისეთი არ ხდება. ოსლოში არიან დარჩენილები, მე მგონი მარტო ნამდვილი ოსლოელები რა, იმიტომ რომ ამ სააღდგომოთ მე მგონი ეს ჩამოსულები ყველა წავიდნენ რა. ესე ამოისუნთქა კაცო ქალაქმა რა. როგორც სტოკჰოლმში აქაც ნახეთ, ერთი მაღალი შენობა არ დგას. ძალიან ლამაზი არქიტექტურაა და ინარჩუნებენ ბოლომდე როგორც ჩანს. ეხლა მოვედი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ სანახაობასთან, ეს არის აკერშუსის სასახლე. ერთ-ერთი უძველესი სანახაობა ამ ქალაქში. ნახეთ აქედან როგორი ხედები იშლება ქალაქზე. ქალაქში არ იყო ქარი, მაგრამ აქეთ ცოტა აცივდა. ჯერჯერობით შესასვლელი ვერ ვიპოვე და იმედია დაკეტილი არ იქნება. ოსლო ისევე როგორც სტოკჰოლმი აშენებული არის კუნძულებზე და იდეალურ შემთხვევაში, ვისაც ჩემზე მეტი დრო გექნებათ ამ ქალაქების დასათვალიერებლად, შეგიძლიათ ტური აიღოთ პატარა იახტით და მოიაროთ ეს კუნძულები, ყველგან ძალიან ლამაზი სანახაობები არის რა. სამწუხაროდ მე ეხლა მაგის დრო არ მაქვს, მაგრამ მე გაძლევთ პირობას, რომ აუცილებლად დავბრუნდები ოსლოშიც და სტოკჰოლმშიც, რადგან ჯერ კიდე ძალიან ბევრი სანახაობა დამრჩა როგორც შვედეთში, ისევე ნორვეგიაში. დაკეტილი კარები ცუდის ნიშანია. დიდი ალბათობით დაკეტილია. მაგრამ მაინც უცადოთ. სამწუხაროდ ვეღარ მოუსწარი, დაკეტილია, მაგრამ გეტყვით, რომ მე-13 საუკუნით თარიღდება ეს ციხესიმაგრე და ოსლოს დასაცავად აშენდა და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ოსლოს დაცვაში. მოუსწარი მეგობრებო, თურმე სხვა მხრიდან ყოფილა შემოსასვლელი და მე საერთოდ სხვაგან ვიყავი წასული.
შემოვედი მოკლედ შიგნით და დავათვალიეროთ ეხლა რა ხდება. აქ მთელი არტილერია აყენია. ვისაც ფასი გაინტერესებთ, შემოსვლა უფასოა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. მე არაფერი არ მიყიდია, არც ბილეთი, არაფერი პირდაპირ შემოვედი, ასე რომ სავარაუდოდ უფასოა. ნახეთ რა სილამაზეა. სულ მაინტერესებდა ხოლმე აი ძველ შენობებზე ეს რკინები რატო არის, რაც მშენებლობის პროცესში არის გამოყენებული, მაგრამ უბრალოდ მე ვერ ხვდები, ვინმე თუ იცით, დამიწევეთ კომენტარებში. ამ ხელა ტერიტორიაა, ნახეთ. მთლიანად ამ ციხესიმაგრის ტერიტორიაა. ასასვლელს ვიპოვი ახლა იმედია, იმიტომ რომ არავინ აღარ არის ჩემს გარდა, მარტო მე დავდივარ და იმედია გავაგნებ აქედან გზას, თორე დავრჩები დღეს ციხესიმაგრეში. ამასობაში 9 საათი გახდა და ჯერ კიდე არ დაბნელებულა ბოლომდე. გეგმებს რაც შეეხება ქალაქში გავისეირნებ, დავათვალიეროთ თუ რამე ნახეთ საინტერესო, იმიტომ რომ ძალიან მოსაწყენი არის, როდესაც ყველაფერი დაკეტილია და ხალხი არ დადის რა გარეთ. მარტო რო დადიხარ ქალაქში, რავი ცოტა მოსაწყენია ჩემთვის. ასე რომ გავივლი, გამოვივლი, მე რაღაცებს ვიყიდი ალბათ და წავალ სასტუმროსკენ და მოვემზადები ხვალინდელი ფრენისთვის. ქალაქის კიდევ ერთ ცენტრალურ ნაწილში გამოვედი ახლა. ზარები ირეკება როგორც გესმით. თქვენი აზრით აი ეს გრანდიოზული შენობა, რისი შენობა? ალბათ ვერ მიხვდებით ვერასდროს, რავი, ყველა შესაძლო ვარიანტი მოგივათ თავში გარდა იმისა, რაც არის რეალურად აი ეს შენობა. თუ ვერ გამოიცანით, ეს არის ოსლოს მერიის შენობა. აი ესეთი გრანდიოზული შენობა აქვს ოსლოს მერიას. მე მეგონა ეკლესიებში ირეკებოდა ის ზარები, წაღა რო გითხარით და როგორც აღმოჩნდა 9 საათი რო გახდა ოსლოს მერია რეკავდა ამ ზარებს. უსამართლო შედარება რო არ გამოგვივიდეს, რომელი ქალაქი ჯობია, სტოკჰოლმი თუ ოსლო. მაქსიმალურად ვეცდები რომ ხვალ ჩექაუთამდე დილით გამოვიდე ადრე და კიდე ერთხელ დავათვალიერო ეს ცენტრალური ნაწილი ქალაქის, რომ უკეთესად ვნახოთ რაღაცეები. აი ეს არის ცენტრალური ქუჩა. სადაც არის თავმოყრილი ყველა მაღაზიები, კაფეები, რესტორნები, მოკლედ ყველაფერი, რაც შეიძლება რომ იყოს. მაგრამ ერთი შეხედვით ოსლო ჩემთვის პირადად ბევრად უფრო ლამაზი ქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ძალიან გავს, რაღაც უკეთესი გარემოა ჩემი აზრით. ეტყობა რომ ცენტრალური ქუჩა არის, რადგან შედარებით მეტი ხალხი მოძრაობს. მაინც ძალიან ცოტა ხალხია, მაგრამ ასე თუ ისე ვიღაცები მაინც დადიან. მაღაზიები დაკეტილია. უბრალოდ სეირნობს ხალხი როგორც ჩანს, იმიტომ რომ არაფერი არ არის ღია. მოკლედ დღეისთვის საკმარისია, მე მგონი ქალაქში მოდიალი რაღაცეები ვიყიდე ახლა სასტუმროსთვის. ნელ-ნელა დავბრუნდები, დავისვენებ, მოკლედ დღეს მოვწესრიგდები და ხვალ დილიდან ვეცდები რომ ისევ გამოვიდე და დავათვალიეროთ ქალაქი. დღისით როგორი იქნება. დილამშვიდობის მეგობრებო. მოკლედ გავიღვიძე, დილით ადრე ავდექი მოვემზადე რომ მეთქი გავალ ქალაქს დავათვალიერებ, გადავიღებ და გარეთ არის საშინელი ამინდი. ფანჯრიდან გავიხედე და აი წვიმს, თოვს, რა ვიცი, მოკლედ გრიგალია, აი თუ რამე შეიძლება ყველაფერი მოხდა რა. აი ამას ქვია ამინდში გამართლება. რა გავაკეთო? მე დილ 7 საათიდან მზად ვარ, გავიღვიძე სპეციალურად მაგისთვის რომ გავსულიყავი გარეთ და ესეთი ამინდი დამხვდა. ყავაზე ვიყავი ჩასული, ერთი ქუჩის იქით არის მაღაზია და ძლივს მივედი იქამდე, ისეთი ამინდი არის. დავიცდი ცოტა ხანი, თუ გადაიღო წვიმამ გავალ, თუ არა და პირდაპირ აეროპორტში წავალ მაშინ აქედან. 12 საათზე მაქვს ჩეკაუთი და დაახლოებით მაგ დროს კი უნდა წავიდე აეროპორტში, ასე რომ აქედან პირდაპირ წავალ მოკლედ აეროპორტში თუ ამინდი არ გამოკეთდა. დავიძარი აეროპორტისკენ, სამწუხაროდ ამინდი როგორც ხედავთ არ გვიწყობს ხელს რომ ქალაქი დავათვალიეროთ უკეთესად, მაგრამ არა უშავს, გულს არ გავიტეხავ არც მე, არც თქვენ არ გაიტეხოთ გული, იმიტომ რომ მე ამ ქალაქში კიდევ დავბრუნდები, მაგრამ ამჯერად უკვე სხვა გეგმებით, არა ჩრდილოეთის სიალის სანახავად, უკვე დავათვალიერებ ალბათ ნორვეგიის ულამაზეს ბუნებას და ზაფხულში ჩამოვალ სავარაუდოდ აქ. ავასწარი მატარებელზე ზუსტად 1 წუთში გადის და დაახლოებით 40 წუთი დაჭირდება გზას როგორც ვნახე. ბილეთში გადავიხადე
სადღაც $15 დაახლოებით. ერთი საათით გადამიწიეს ფრენა. ძალიან ადრე მოვედი აეროპორტში და მე დავჯდეთ ახლა და გემრიელი ყავა ჩავიკო კლოზინოთ. პრინციპში მეგობრებო, უკვე შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენი ეს მოგზაურობა, რადგან წინ ისეთი საინტერესო არაფერი აღარ მოხდება და ტყუილა რომ დრო არ გავწელოთ. საერთო ემოცია რო გაგიზიაროთ ჩემი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მოგზაურობით, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი მოგზაურობა გამოდგა ჩემს კარიერაში, რადგან ასეთ მოკლე დროში ამდენი არ დამიხარჯავს რა, თორე ყველა მოგზაურობა ძვირი ჯდება, როგორ ბიუჯეტურადაც არ უნდა ეცადო მოგზაურობას, ყოველთვის მაინც ძვირი ჯდება, როცა ძალიან ბევრ ადგილს ნახულობ და ასე შემდეგ. მე რო ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე ჩავდიოდე და უკან ბრუნდებოდე, ბევრად უფრო იაფი დამიჯდებოდა, ვიდრე ისე როგორც მე მოგზაურობ, რადგან როგორც უკვე იცით, ერთ ქვეყანაში რო ჩავდივარ, ვცდილობ რომ რამოდენიმე ქალაქი მოვინახულო და მოკლედ ბევრი სხვადასხვა ლოკაცია ვნახო, რომ მაქსიმალურად კარგად გავეცნო ამა თუ იმ ქვეყნის კულტურას და ასე შემდეგ. ჩემი პირადი რჩევა და რეკომენდაცია იქნება, რომ თუ ჩრდილოეთის ციალის ნახვა არ გინდათ, ამ შემთხვევაში ჯობია რომ ზაფხულის პერიოდში ჩამოხვიდეთ, რადგან ბევრად უფრო მეტ საინტერესო და ბევრად უფრო მეტ ლამაზ ადგილს მოინახულებთ ნორვეგიაში, შვედეთშიც და ფინეთშიც, სადაც არ უნდა გადაწყვიტოთ მოგზაურობა. მოკლედ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩემს მეგობარ კომპანიებს ლაგის, რომ სოფლიოს ნებისმიერ წერტილში მაძლევს საშუალებას ვიყო კავშირზე თქვენთან, მალე გაგიზიაროთ ეს საინტერესო მოგზაურობა სტორების სახით, ვინც თვალს მადევნებთ Instagram-ზე და Facebook-ზე, გეცოდინებათ, რომ მოგზაურობის პერიოდში ძალიან ბევრ საინტერესო სტორებს გიზიარებთ. ასევე Fangilines მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რომ მატებს ენერგიას, გამძლეობას, რომ უკეთესად გავგეგმო და უკეთესი მოგზაურობები შემოგთავაზოთ და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ტურისტულ კომპანია Skywias, რომ მეხმარება ასეთი საინტერესო და ლამაზი მოგზაურობების დაგეგმვაში და თუ თქვენც გინდათ რომ მსგავსი საინტერესო მოგზაურობები, საინტერესო თავგადასავლები გადაგხდეთ თავს, აუცილებლად მიმართეთ Skywias, გამოიწერეთ Skywias Facebook-ი და Instagram-ი, რომ ადვილად დაუკავშირდეთ და როგორც უკვე გითხარით, თუ რომელიმე ჩემი კონკრეტული მოგზაურობა მოგეწონათ და გინდათ რომ თქვენც იგივე გზა გაიაროთ, მიწერეთ Skywias და მე პირადად დაგეხმარებით მსგავსი ტურის დაგეგმვაში Skywias-თან ერთად. რა თქმა უნდა, თქვენ ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ, ჩემთან ერთად მოგზაურობთ, მამხნევებთ, მაძლიერებთ, ვინც არხი გამოიწერეთ, ვიდეოების დალაიქება არ გეზარებათ, კომენტარების დაწერა არ გეზარებათ, ეს ყველაფერი იცოდეთ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია არხის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოკლედ დიდი თხოვნა იქნება, რომ ვინც ამ ვიდეოებს ისე უყურებთ, რომ არხი არ გამოგიწერიათ, თქვენთვის არის სულ ერთი წამის საქმე, უბრალოდ გამოწერას დააჭირეთ, ვიდეოების დალაიქება არ დაიზაროთ და კომენტარებს რაც შეეხება, არა ვიცი, ერთი სმაილი მაინც, ერთი სიტყვა მაინც რამე რო დაწეროთ, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ასე რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა. მე დაგემშვიდობებით ახლა დროებით, რადგან ძალიან მალე დაგიბრუნდებით ისევ ახალი საინტერესო ქვეყნით და საინტერესო ვიდეოებით.